უპირატესობა არის ქუთაისელთა მხარეს. კარგი შანსი მიიღეს სწორედ ქუთაისელებმა ანგარიშის გახსნის და თუმცა ეს ეპიზოდი მშვიდობიანად დასრულდა რუსთაველთათვის. ხო, რაც შეეხება ფუტსალის ლიგა 2-ს, გეტყვით რომ თესეუ ლიდერობს გათამაშების ცხრილს 34 ქულით და მესამე მეოთხე პოზიციებს სწორედ UG2 და ქუთაისი ინაწილებენ. აქ სახიფათო დარტყმა ამ გუნდებს კიდევ ერთხელ მოუწიოთ ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში ამ შემთხვევაში. სპასი ზუსტია, ყველაფერი იდეალურად გაკეთდა და საბოლოოდ ქუთაისი სპასი ზუსტია, ყველაფერი იდეალურად გაკეთდა და საბოლოოდ ქუთაისი ცარიელაშვილი ნათენაძე იყო ძალიან კარგი, მაჭარაშვილი დარტყმა და კარგად თამაშობს. ცარიელაშვილი ნათენაძე იყო ძალიან კარგი, მაჭარაშვილი დარტყმა და კარგად თამაშობს. ჩადი ჩადი გულვა სახიფათო იყო ეს ცდილობაც. სახიფათო იყო ეს ცდილობაც. კიდევ ერთი კარგი შანსი, თუმცა ნათენაძე თამაშობს კარგად და იწყებს თავისი გუნდის შეტევას. ჯარი. კარგი შანსი, თუმცა ნათენაძე თამაშობს კარგად და იწყებს თავისი გუნდის შეტევას. ჯარი. წუთებამდე არაფერი არ იყო გარკვეული და ის შეხვედრაც მათ რიგებში გადაინაცვლებს როგორც ჩანს. აქიდანვე შეგვიძლია ამის ვარაუდი და ირაკლი გვეტაძე წუთებამდე არაფერი არ იყო გარკვეული და ის შეხვედრაც მათ რიგებში გადაინაცვლებს როგორც ჩანს. აქიდანვე შეგვიძლია ამის ვარაუდი და ირაკლი გვეტაძე გევანდელ შეხვედრაშიც გაუტანა ქუთაისელთა პირველმა ნომერმა რუსთავს და კინაღამ კიდევ ერთი გოლი გევანდელ შეხვედრაშიც გაუტანა ქუთაისელთა პირველმა ნომერმა რუსთავს და კინაღამ კიდევ ერთი გოლი გევანდელ შეხვედრაშიც გაუტანა ქუთაისელთა პირველმა ნომერმა რუსთავს და კინაღამ კიდევ ერთი გოლი ეს პირველ ტაიმში და შეეძლო კიდევ არაერთი გოლის გატანა. პერიოდულად რუსთაველებიც კვდნენ მომენტებს, აქ ვეტაძის დარტყმა ვნახოთ, რომელიც ახლოს იყო ეს პირველ ტაიმში და შეეძლო კიდევ არაერთი გოლის გატანა. პერიოდულად რუსთაველებიც კვდნენ მომენტებს, აქ ვეტაძის დარტყმა ვნახოთ, რომელიც ახლოს იყო დუბის დასკვნითი მატჩი. დაიწყება 19 საათზე არმიასა და კესეუს შორის. აქ ირაკლი გვეტაძის მორიგი გოლი ვნახეთ 3-1 ქუთაისელები უკვე ორ ბურთიანი უპირატესობით გადიან წინ და ირაკლი გვეტაძე კვლავ უთარების გასაბათილებლად ჩაიჭრა ეს გადაცემა შველიძე და საბოლოოდ ნადირად აქ შეიძლებოდა რუსთავს ლობა ტურიაშვილი გოგოლაძე ისევ შორიდან ძელს ხდება ბურთი ლობა ტურიაშვილი გოგოლაძე ისევ შორიდან ძელს ხდება ბურთი და გადარჩა შეტევაში უფრო მეტი არ გაკეთდა ამ შემთხვევაში მით უმეტეს ამ გოლის შემდეგ ძალიან გაჭირდება. კარგი კომბინაცია დარტყმა და 5-1 ირაკლი და ასევე დუშეთის შევარდენის მატჩი, სადაც 7 გოლი გავიდა ამ ორ შეხვედრაში და აქ გავიდა